პროექტში. თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე მანის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გამართა. უახლოეს დღეებში ისინი 61 ხაზზე ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ. ამ დრომდე ამ მარშრუტზე მომუშავე ავტობუსები სხვადასხვა ხაზებზე გადანაწილდება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალმა ავტობუსებმა სიმბოლური მარშრუტით შეასრულეს. ახალ ავტობუსებს ძველთან ერთად გავლა თბილისში სპეციალურად დახაზულ ზოლზე მოუწევთ. მარიამ სეთურიძე, გიორგი კიკვაძე დეტალებით. ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით რამდენიმე დღეში ამ ყვითელი ავტობუსის ნაცვლად ლურჯი კომპანია მანის ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსის სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს. ცნობილია მძღოლების ვინაობაც. მათ თბილისის მერმა პრეზენტაციაზე გასაღებები პირადად გადასცა. 13 ავტობუსი ჩამოვა იანვარში, შემდეგი 60 თებერვალში, ხოლო ბოლო 60 ავტობუსი იქნება მარტში თბილისში, ასე რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ყველა ავტობუსს მივიღებთ. ახალია, კომფორტულია, სისუფთავია, ყველანაირად თბილისელებისთვის მისაღებია რა, აქ დედაქალაქისთვის. 10 ავტობუსი თბილისში რამდენიმე დღის წინ პოლონეთიდან ჩამოვიდა და დღეს სიმბოლური რეისი დედაქალაქისა და ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად შეასრულა. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს კომპანია მანის ვიცე-პრეზიდენტიც ეწვია. ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ევრობანკმა დააფინანსა ეს ახალი ინიციატივა, რომელიც ძალიან კარგ სარგებელს მოუტანს დედაქალაქს. უპირველეს ყოვლისა გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი. გაიზრდება სწორედ ამ ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვიც და იკრებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე. კონდენსირებული ბუნებრივი აირი არის საწვავი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ მსოფლიოში და მასზე მომუშავე 8000 ავტობუსი გამოუშვით. მანის ეს ავტობუსები უკვე აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყანაში. არის ძალიან უსაფრთხო და დადის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი და სხვა. CNG საწვავზე, ანუ გაზზე მომუშავე გერმანული კომპანია მანის მიერ დამზადებული ავტობუსი თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი და ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მათთვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაუბრკოლებლად გადაადგილება პირველადაა შესაძლებელი. ჩვენს ქალაქში გაჩნდა ისეთი ავტობუსები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. მსგავსი პრაქტიკა აქამდე არასდროს არ ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გადაადგილებას ბევრად უფრო უსაფრთხოს, დამოუკიდებელს და კომფორტულს გახდის. კომპანია მანის მიერ წარმოებული პროდუქტი უსაფრთხოდ და კომფორტულად მიაჩნია საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს. შალვა ოგბაიძის თქმით, ავტოპარკის განახლების პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ახალ ავტობუსებს რაც შეიძლება მალე ახალი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. მოგწონს კარგი ავტობუსების შეძენა, მაგრამ არ ხდება შესაბამისი რეკონსტრუქციები, გაჩერებების პირველ რიგში იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ისარგებლონ. ანუ არ არის სრულყოფილი ეს დაბიჯები სამწუხაროდ და ძირითად შემთხვევაში დაგვიანებულია ხოლმე როგორც ეს. სამ საუკუნეში პირველად მოხდა სრულიად ახალი, უხმარი, ცინცხალი ავტობუსების, სამგზავრო ავტობუსების, დიდი ტევადობის ავტობუსების შემოყვანა ჩვენს დედაქალაქში. ავტობუსები თავის ექსპლუატაციის ვადას გაივლიან ყველაზე უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი მოთხოვნების დაცვით. პროექტის მეორე ეტაპზე მანის ავტობუსები 51 სამარშრუტო ხაზს მოემსახურება. თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს.